სიცხიანი უნდა გემეშვა, სიცხიანი. მამიკლეს, შვილი მამიკლეს, ოროლი ობოლი დამიტოვეს. ერთი და 40 დღის ბავშვი. 33 წლის ნინო თეთვაძის გარდაცვალებაში ოჯახი ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მიან გინეკოლოგს ირინა საბაშვილს ადანაშაულებს. გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ არასწორად ჩატარებული საკეისრო კვეთის გამო ჭობისხეველი ახალგაზრდა ქალი 27 ივნისს გარდაიცვალა. მას 2 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. შევიყვანეთ საკეისრო გაიგეცა და გამოვიყვანეთ 22-ში. სიცხიანი გამოუშვა. ჩავიყვანეთ მე-5 დღე იყო. ხო? ანალიზი დაუნიშნა რაღაც. მერე კიდო წავიყვანეთ და აფერი არ ჭირს. ორნალობა, ეგე ნაღდია რო არ იყო დასრულებული. ბავშვი სიცხიანი გამოიყვანეს, სიცხიანი მოვიდა და პრივუს ამას ტკივილები ქონა მუცლისა, ორჯერ ჩავიყვანეთ. მეოთხე ჩავიყვანეთ, გოგო ყავს კიდევ აიქა. და გოგოს თქვია, გოგოს. რომ ამდენჯერ მოვიდეს ეს უფლოვი აქაო. პატარა ღლაპები დამიტოვა ობლად. ადამიანის სკოლელი. ეგ გაერთიანდი იყო ციხეში უნდა იჯდეს. პაციენტს საკეისრო კვეთა ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გარდაცვალებიდან 40 დღით ადრე ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, კლინიკიდან გამოწერისას ნინო თეთვაძეს მუცლის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე ჰქონდა. აღნიშნული სიმპტომებით პაციენტმა კლინიკას 2ჯერ მიმართა, თუმცა ექიმებმა დაამშვიდეს და 2ჯერვე სახლში დააბრუნეს. ოჯახის წევრები და ნათესავები ექსპერტიზის პასუხსელიან, რომლის შემდეგაც ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებენ. რო გამოწერეს, ჭრილობიდან წამოვიდა სითხე, ქონდა სიცხეები, მერე ბოლოს სისხლიდან დაიწყო. არ მიხედეს ისე როგორც საჭირო იყო და ჩემი აზრით არ უნდა დარჩეს ეს დაუსჯელი, არანაირად არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ მაგ ქალიდან ბევრი ადამიანი უკვე დააღუპული და პირველი შემთხვევა არ არის ეს. ლიცენზია ქონდა ჩამორთმეული და აღიდგინა ისევ და ჩემი აზრით, ვისაც ლიცენზია ჩამოართმევ და ერთხელ კაცი შემოაკვდება, ის უბრალოდ აღარ უნდა მიიღო მეორედ და აღარ უნდა ისე იმის უფლება, რომ კიდევ რაღაც გააკეთოს და კიდევ ვიღაც დააღუპოს. მშობიარობის მერე სიცხეები დაეწყო, ეფსისი შეხვდა ეგერ ბავშვი და მკვდარი ჰყავს სახში. ვინც ამშობიარა, იმის მოკლულია ბავშვი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მეოთხე თუ მეხუთე შემთხვევა არის. ლიცენზია არ ქონდა. აღიდგინა, საიდან აღიდგინა, ეგეც გასარკვევია. და ვინ აღუდგინა? 50 წლის ადამიანი თუ ყარაულად არ შეიძლება მუშაობა, 60 წლის ადამიანს რა უნდა ქირურგიაში? რო აკეთებს ოპერაციებს. ფული სანამ არ მივეცი მანამდე როგორც აფთარი ისე უყურებდა ფული რო ჩაუდედი ჯიბეში, მე ისე დამწყნარდა როგორ კარგად არის გენაცვალე, ასე არის, ისე არის, მანამდე ხალით ხელით შეეყო ხალს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ადასტურებენ, რომ მეან გინეკოლოგ ირინა საბაშვილს რამდენიმე წლის წინ საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი შეჩერებული ჰქონდა. ნინო თეთვაძის გარდაცვალების საქმის შესასწავლად მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს. სამედიცინო დახმარების ხარისხში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კანონი საექიმო საქმიანობის 1-დან 6 თვემდე შეწყვეტას ითვალისწინებს. არც პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, როგორც არის ოჯახის წევრები, ჩვენთვის არ მოუმართავს არც სამართალდამცავ ორგანოებს. ამდენად საკითხის შესწავლა ამ ეტაპზე ამის გამო არ მიმდინარეობს. სამართალდამცავების გადასაწყვეტია, მოგმართავენ ჩვენ თუ არ მოგმართავენ. თუ იქნება ოჯახის მომართვა, ანუ პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მომართვა, თუ იქნება, რასაკვირველია, აუცილებლად შევისწავლით. ირინა საბაშვილის შვილმა გინეკოლოგმა ელენე საბაშვილმა მეცხრე არხთან განაცხადა, რომ აღნიშნულ ბრალდებებზე არც მას და არც მის დედას საუბარი არ სურთ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ბრალდებებზე პასუხის მიღება ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის წარმომადგენლების გამცადეთ, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულზე განცხადებას ორშაბათს გააკეთებენ. საკითხზე კომენტარი არც ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ გააკეთა. თუმცა პირად საუბარში დაგვიდასტურა, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან პოლიციამ პაციენტის ისტორია და საჭირო დოკუმენტაციების შესასწავლად წაიღო. დეტალების გარკვევა შევთანადმდებო. კლინიკის მენეჯერი თქვენ ბრძანდებით და ვისთან უნდა გავაკეთოთ. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ახლა არ გარდაიცვალა. ჩვენგან გაწელია 51 დღის შემდეგ. ინფორმაციის გაცემა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის კალოდონო. თუ კლინიკის მხრიდან გნებობთ ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ ჯეო ჰოსპიტალსის ხელხაზე დარეკოთ და გადაგამის სამართლებენ შესაძლოა სასამართლო. ჩვენ თანამშრომელია, რა თქმა უნდა, მე ან გინეკოლოგია ირინა საბაშვილი, მაგ ქალბატონს დიდი ხნის ლიცენზია აქვს, გამოცდების სპეციალისტია, არაჩვეულებრივი ადამიანია, რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ გამოძიება დაადგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ექსპერტიზის, პასუხებისა და გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს და ძიება სხვა მუხლით გაგრძელდეს. საქმეს ბორჯომის რაიონული პოლიციის სამმართველო იძიებს.